მელა, მამალი, ბატკანი და ჩიტი. მელა, მამალი, ბატკანი და ჩიტი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას. გზაზე შემოაღამდათ. დადგნენ ერთ ადგილას და დაანთეს ცეცხლი. მელამ უთხრა მამალს: აბა მამალო, მოდი ვიჭიდაოთ. დაეჭიდნენ. მელამ მოგრიჯა თავი მამალს და ჩაახრამუნა. მერე ბატკანს უთხრა: აბა ბატკანო, მოდი ვიჭიდაოთ. დაეჭიდნენ. მელამ მოჰკლა ბატკანი და ჩაახრამუნა. ჩიტმა უთხრა: მელა, მე ცარიელი ქონი ვარ, პირი დააღე, შიგ ჩაგივარდები და შემჭამე. მელამ გააღო პირი. ჩიტმა აიღო ერთი მუგუზანი და შიგ პირში ჩაუკვდო. მელიას პირი გამოეცვა და ვეღარ შეჭამა ჩიტი. ჩიტი გაფრინდა. დაინახა ჩიტმა მშიერი ძაღლი და უთხრა: აიქ, დედაკაცები რომ სხედან და მაწონს შეექცევიან, ხომ ხედავ? ხედავ, პასუხა ძაღლმა. მე მივალ იმ დედაკაცებთან, დავიწყებ ნელა ფრენას. ისინი დასაჭერად გამომედევნებიან. მიდი შენ და მაწონს მიაძეხი. ჩიტმა მართლაც გაიტყუა დედაკაცები. ძაღლი კარგად გამოცხა. ჩიტი და ძაღლი ერთად წამოვიდნენ. გზაზე მელია დაინახეს. ჩიტმა ძაღლი დამალა და მელიას დაუძახა: გამარჯობა მელია, მოგირჩა პირი თუ არა? მელია უპასუხა: პირი კი მომირჩა, მაგრამ ლეში აღარ მიჭამია. ჩიტმა დაუძახა: წამო, აქ არის ლეში. ძაღლს კი უთხრა: დაწექი. როდესაც მელია მოვა შესაჭმელად, წამოხდი და ტყავი გააძრე. წამოუხდა ძაღლი და ქურქი შემოაცალა.